Hey, მოგესალმებით ყველას, მიხეილე თქვენთან და ჩემი არხია YouTube-ზე მიხეილე HD. შემოგვიერთდით გაკეთეთ subscribe-ი, აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეოები თუ მოგეწონათ და დღეს მე მინდა განვიხილო, შემოგთავაზოთ აი ამ ყურსასმენების განხილვა და მინდა გაგიზიაროთ ჩემი აზრი როგორ მომეწონა, რა არ მომეწონა ამ ყურსასმენებში. და მოდით დავიწყოთ გავხსნათ ჩვენი ყუთი. ეს არის ჩვენი Blue Edios ფირმის ყურსასმენები, სერია მისი არის Q5. დიახ, ეს არის ნაყიდი საიტზე GearBest-ზე და მისი ღირებულება შეადგენს $10.99. ღირებულება მაინც და მაინც არ არის ძვირი, $11 არ არის აი ამ ყურსასმენებისთვის ძვირი და მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით, ყოველ შემთხვევაში თავის ფასს ამართლებს ნებისმიერ შემთხვევაში და მოდით გადავდოთ ჩვენი ყუთი და ჩავხედოთ რა დევს მასში. ეს არის ჩვენი ყურსასმენი, მას მოყვება ესეთი დამატებითი რეზინები სხვადასხვა ზომის ყურისთვის და ასევე მოყვება ეს დამტენი შნური, micro USB და USB შნური, რომელსაც შეერთებთ კომპიუტერში ან ტელეფონის დამტენში არ აქვს მნიშვნელობა, 5 ვოლტი USB-ზე 5 ვოლტია, ერთი და იგივეა ნებისმიერ დამტენიდან თუ კომპიუტერიდან. გადავდოთ ჩვენი ყუთი, გადავდოთ აქ მოყვება ეს ორი სხვადასხვა ზომის რეზინკები, ეგრეთ წოდებული სხვადასხვა ზომის ყურისთვის და ეს არის უკვე სპორტ რეჟიმი, ეგრეთ წოდებული. თუ თქვენ დარბი ხართ, ეს არის იმისათვის, რომ არ გამოგვარდეთ, ეს ჩაიხვევა ესე ყურის ნიჟარაში და უბრალოდ უჭირავს მას ეს თავისი თავი და არ გამოგვარდება ცირბილის დროს. სიმართლე გითხრათ, მე ეს ჯერ არ გამისინჯია, სულ ერთი დღე მაქვს ეს ყურსასმენები და დღეს მინდა უბრალოდ გაგიზიაროთ ჩემი აზრი, რა მომეწონა და რა არ მომეწონა ამ ყურსასმენებში. გადავდოთ ესეც იქით გვერდზე და შევხედოთ ჩვენს Blue Edios ყურსასმენებს. ფერი ძალიან მომეწონა, მწვანეა, ესეთი ხასხასა ფერია, აი ეს მავთულიც, შნურიც ძალიან მომეწონა, Android-ის ფერებშია გადაწყვეტილი, ამიტომ ავარჩიე მწვანე ფერი. Android-ის თაყვანისმცემელი ვარ, მინდა გითხრათ. პრიალა ესეთი, პრიალა ზედაპირი აქვს, აი ესეთი პრიალებს. შემდეგ ეხლა გადავიდეთ მის პლუსებზე და მინუსებზე. პლუსებში, როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს არის მისი ლამაზი ფერი, ლამაზი ფორმაც მომწონს, ესეთი პრიალა პლასტმასია, პრიალა მასალაა. კიდევ პლუსებში მინდა დავამატო ის, რომ მისი ელემენტი მუშაობს 5-6 საათი უკვე გატესტილი მაქვს, ერთი დღეა სულ რაც მაქვს, მაგრამ აქტიური სმენის დროს 5-6 საათი უპრობლემოდ მუშაობს, ძლებს. მიუხედავად იმისა, რომ გამყიდველს 7-8 საათი აქვს გაცხადებული ინსტრუქციაში, პასპორტით. ნებისმიერ შემთხვევაში 5-6 საათი ამ ყურსასმენებისთვის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია და არ მაქვს იმის დისკომფორტი, რომ რატომღაც 5-6 საათის მერე დავტენო. ჩვეულებრივად ყოველდღიურად მოდიხართ, ტელეფონსაც ტენით, მე საათსაც ვტენი ყოველ დღე და ყურსასმენების დატენაც არ იქნება დიდი სიძნელე. ასევე კიდევ ერთი პლუსი ის არის, ყველაზე დიდი პლუსი ის არის, რომ ყურსასმენი არის Bluetooth-ი. მას არ აქვს შესაძლებელი ესეთი 3.5 მმ-იანი ჯეკი. ტელეფონი თქვენ უკვე ცალკე გიჭირავთ დამოუკიდებლად, არანაირი პრობლემა აღარ გაქვთ. მიუხედავად მით უმეტეს ეხა ზამთარია, როგორც მოგეხსენებათ და ეს კურტკის ზემოდან ან კურთუკის ზემოდან ეს შნური იბლანდება და ასე შემდეგ. აი ეს არის უკვე Bluetooth-ი,
არანაირ შნურზე მიბმული არ ხართ, ტელეფონი გიჭირათ ცალკე, გიდევთ ჯიბეში, ეს უბრალოდ გააქვთ გაკეთებული ესე ყურებში, უსმენთ და ძალიან წყნარად მისეინებთ ქუჩაზე მუსიკის აკომპანიმენტის ქვეშ. მოკლედ ეს არის ყველაზე დიდი პლუსი, ეს არის Bluetooth ნაუშნიკები, მოვატიეთ ყურსასმენები, ქართულად რომ ვილაპარაკოთ და გადავიდეთ აბა ეხა მოდით მინუსებზე. რა არ მომეწონა? პირველ რიგში არ მომეწონა ოდნავ შესრულების ხარისხი. ეხლა რა შედის აი ამ შესრულების ხარისხში? აი ეს კნოპკები, აი ეს ღილაკები, ერთ-ერთი ღილაკი არის აქტიური, მეორე არააქტიური, უბრალოდ სილამაზის გულისთვის არის ეს მოთავსებული, მაგრამ აი ეს ღილაკები რაღაც ხმას გამოცემს, ოდნავ თამაშობს, აი ეს არ მომწონს და როდესაც ის გაკეთებული გაქვთ ყურში, ოდნავ აი სიარულის დროს, ჩქარინაბიჯის დროს ცოტათი ურტყავს ყურებში და აი ეს უკვე არ მომეწონა, პატარა დისკომფორტს ქმნის. რაც შეეხება ამ ღილაკებს, ეს არის ჩვეულებრივი სტარტი, პაუზა, ასევე პასუხობს ზარებს, აი ეს არის უკვე პლუსი და მინუსი, რა გინდა ჩემი მოტო. ეს არის პლუსი და მინუსი, ნუ ხმის აწევა და ჩაწევა, თუ ჩქარჩქარა აჭერთ უმატებს, აქაც ჩქარჩქარა აკლებს, ხოლო თუ ხელს გააჩერეთ პლუსზე, გადადის შემდეგ სიმღერაზე, კომპოზიციაზე და ასე შემდეგ. აი ეს რეზინა უკვე ემსახურება ჩვენს დამტენს, აქ უკვე არ ჭობთ micro USB-ს, აი აქ და ამის მეშვეობით იტენება. დატანის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით საათნახევარი 2 საათი და როგორც უკვე მოგახსენეთ 5-6 საათი უპრობლემოდ მუშაობს. ეხლა რაც შეეხება მის ჟღერადობას. ჟღერადობა ცუდი არ არის, ვერ ვიტყვი რომ ცუდია. სუფთა ხმა აქვს საკმაოდ, ერთი კიდევ რაც არ მომეწონა, ბასები აქ ცოტა ნაკლები, ვიდრე მე მსურდა და მე მოველოდი. კომენტარებში რატომღაც ეწერა რომ კარგი ბასები ქონდა, მაგრამ მე არ მომეწონა, არ ვიცი, ეს ალბათ ყველა მომხმარებელს თავისი აზრი აქვს, თავისი გემოვნება აქვს მუსიკის სმენაზე. პირადად მე კი მომწონს, როდესაც ყურსასმენებს კარგი ბასები აქვს და არ გატკივნებს მისი ჟღერადობა ხმას, როდესაც აკლია ყურსასმენებს ბასი, მოგეხსენებათ რომ ოდნავ აი ეს თავის ამატკივებელი ხმა აქვს. ამას არ აქვს მართალია, თავს არ გატკივნებს, მაგრამ ბასები მაინც აკლია. მაინც განვიცდი ოდნავ ბასების ნაკლებობას. დანარჩენი არანაირი პრეტენზია ამ ყურსასმენების მიმართ არ მაქვს. Bluetooth უჭირავს ძალიან კარგად, მანძილი 10 მეტრა აქვს გაცხადებული. ჩვეულებრივ გაშლილ დიაპაზონზე, ეგრეთ წოდებული გაშლილ სივრცეში 10 მეტრას ნამდვილად კაჩავს, მუშაობს. უპრობლემოდ თუ ტელეფონი გიდევთ სხვა ოთახში და თქვენ გადიხართ სხვა ოთახში 5-6 მეტრა ისიც უპრობლემოდ მუშაობს და იჭერს. ხმის წყვეტები ჯერ არ შემიმჩნევია, არ ქონია და რაც ყველაზე მთავარია კიდევ მომეწონა ერთი რამ, მისი დაკონექტება ძალიან სწრაფად ხდება, ეს პირველი კონექტისათვის უნდა გავაჩეროთ ხელი აი ამ ღილაკზე და როდესაც ჩაირთება ჩვენი ლურჯი ნატურა, ესეთი მუდმივ რეჟიმზე უკვე დავაჭიროთ, დაველოდოთ რომ ნატურა ჩაირთოს მუდმივად ამთებული, აი და ეს უკვე არის მოლოდინის რეჟიმში, ანუ pairing-ს ელოდება, ერთხელ უკვე უნდა გააკეთოთ თქვენ Bluetooth-ზე pairing-ი, ანუ დაკონექტება, აი ესე. დაველოდოთ აი აქ, როდის გამოჩნდება, აი Q5 გამოგვიჩნდა, დავაკონექტოთ და მორჩა, ეს უკვე დაკონექტებულია და რაც შეეხება სიჩქარეს, მისი სიჩქარე ძალიან კარგია, მომეწონა ჩართვაზე სულ რაღაც 1 წამიც არ ჭირდება ტელეფონსა და მას შორის კონექტის კავშირის აღებაზე და ესეც მინდა პლუსში ჩავთვალო. დანარჩენი კიდევ ეს შნური არ იკვანძება, რაც ყველაზე ძალიან დასაფასებელია ყურსასმენებში.
ალბათ ბევრს ქონიათ შემთხვევა უთბად ტრანსპორტში ამოგიგიათ და 9 საათი უნდებით მოდო აი ამ შნურის და მავთულის გახსნას და შემდეგ აღმოჩნდება რომ უკვე ჩასასვლელი ხართ შემდეგ სადგურზე და აღარ აქვს მუსიკის მოსმენას არანაირი აზრი. მოკლედ, ეს არის ყველაზე დიდი პლუსი აი ამ სახის ამ სტილის კურსასმენებში, Bluetooth კურსასმენებში და ესეთი სტილის შნურისთვის. ჟღერადობაც განვიხილოთ, პლუსებიც განვიხილოთ. დღეისათვის მე მგონი მეც ვერაფერს ვერ დავამატე პრაქტიკაში. მომეწონა ცუდი არ არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ 5-ბალიანი სისტემით ამ კურსასმენებს შევაფასებდი ალბათ 3.5-4 ბალით. ყოველ შემთხვევაში თავისი ფასი $11 ნამდვილად ღირს და მინდა ყველას გირჩიოთ, შეგიძლიათ შეიძინოთ. შეგიძლიათ შეიძინოთ ეს კურსასმენები, შეგიძლიათ შეიძინოთ ოდნავ შედარებით ძვირები. მაგრამ $11 მაინც ღირს, ის თავის ფასს ამართლებს და შემიძლია გაუწიო რეკომენდაცია. დღეისათვის სულ ეს იყო, თქვენთან ერთად იყო მიხეილი. მიხეილი ეჯდეთ ჩემი არხი YouTube-ზე, ეს იყო დღევანდელი ჩვენი Blue Dio Q5 კურსასმენის განხილვა. გააკეთეთ ლაიქები, თუ მოგეწონათ ვიდეო, გააკეთეთ კომენტარი, მე ყველა ვიდეოს პასუხობ, შეძლებლის დაგვარად. დროებით ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. კარგად.